მოგესალმებით, მეგობრებო. ვფიქრობ უკვე მიცნობთ, მაგრამ მათ ვინც ახლა პირველად მხედავს, მინდა რომ გავეცნო. ჩემი სახელია ნინი. წლებია ისტორიით და ზოგადად მეცნიერებით ძალიან ვარ დაინტერესებული. რამდენიმე წლის წინ, როდესაც პრეისტორიულ ხანას არტეფაქტით ვიკვლევდი, აღმოჩენის ადგილას ძალიან მომინდა, რომ 200, ადვილად 150,000 წლის წინათ პრეისტორიული ადამიანის ყოფაში აღმოჩენილიყავი. სწორედ ამიტომაც გადავწყვეტე რამდენიმე წლის წინათ, რომ ჩემი ერთგვარი გიჟური იდეა რეალობაში განმეხორციელებინა და დავიწყე ჩემს იდეაზე მუშაობა. საკმაოდ დიდხანს ვიკვლევდი დროსა და სივრცეში მოგზაურობის кейსებს და საკმაოდ ღრმად ჩავწვდი კვანტური ფიზიკის არსს და იმას, თუ როგორ უნდა გავამეყენებინა ის ჩემი იდეის განსახორციელებლად. სურვილის მიზნად, ხოლო მიზნის შედეგად განსახორციელებლად, სწორედ აი ეს ავაშენე. დიახ, თქვენ არ ცდებით, ეს დროის მანქანაა. ვფიქრობ, მისი დახმარებით გაცილებით უფრო მეტის გაგებას, აღმოჩენას და სწავლას შევძლებ, ვიდრე ამ ყოველივეს გაკეთებამ მცირეოდენი არტეფაქტის საშუალებით შეგვიძლია. ახლა, თბილისის დროით 17 საათი და 18 წუთია. და ჩემი ექსპერიმენტის განხორციელებას სულ რამდენიმე წუთში დავიწყებ. ბოლო მოგზაურობა სწორედ ეს, ფილადელფიის ექსპერიმენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შედეგები არც თუ ისე კარგად დამთავრდა, მე ახლა ვიცი თუ ეს თავიდან როგორ უნდა ავიცილო. ჩემი მიზანია, რომ ამჟამად სწორედ მათთან მოხვდე. შვილობზად ხარ? გახსოვდეს მინდა. უნდა იჩქარო. როდესაც ზარი დარეკავს, პორტალი დაიხურება. მზად ვარ. შენ ვინ ხარ უცნობო? გამარჯობა, მე ნინი ვარ. აქ ძალიან შორიდან მოვედი. გთხოვთ, ჩემი ნუ შეგეშინდებათ. მე თქვენთან მეგობრობა მინდა. იცი? რატომღაც შენი არ მეშინია? მე იანი მქვია, მას კი გა. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. მითხარი ნინი, აქ რატომ მოხვედი? ხო, მითხარი ნინი. აქ რატომ მოხვედი? შენი არც მეშინია. იცით, მინდა რომ გაგიცნოთ და მეტი გავიგო თქვენზე. კი, მაგრამ ცეცხლი აქ რატომ ანთია? შენ, ცი რა არის ეს? ჩვენის გუშინ ვიპოვეთ. წვიმის დროს მანათობელი ჩამოვარდა ციდან და ხეს დაეცა. ყველაფერი აი ესე განათდა. ახლოს რომ მივედი, ნახე რომ ხესთან ჩვენი ნადავლი იწვოდა. ძალიან სასიამოვნო სუნი მეცა. მივედი და გავსინჯე. ჩვენ მას ცეცხლი დავარქვა. მადლობა ღმერთს, მისი წყალობით აღარ წვცია. ის თურმე ნადირსაც აფრთხობს. ძალიან ცხელია, მზესავით. შეგვიძლია ჩვენ ღამით სინათლეში დავიძინოთ და ღამეც ვქონდეს დღე. იცი, მისი წყალობით მოხუცებს და ბავშვებს აღარ ეშინიათ სიბნელის. ისე ფოცი რატომ გახარ? ჩამოჯექი. შენ თქვი რომ შორიდან მოხვედი. მითხარი, ეს რა არის? სახეზე რომ გაქვს? ეს სათვალეა. მე მისი დახმარებით უკეთ ვხედავ. მითხარით, იან. ნახატები კედელზე? თქვენ დახატეთ? კი, ზოგიერთი მათგანი კი. მაგრამ თავიდან კედლებზე ხატვა დედამ დაიწყო. პატარა იყო, როდესაც სანადიროს წაუყვანიათ. მოშივებულზე კენკრა უჭამია და დაინახა, რომ მისი ხელები ცისფრად შეიღება. მას ჩემზე მეტად ეხერხება საუბარი. მე კი დახატვა მიყვარს. დახატვა ასე მირჩევნია, რომ მოყვე ამბავი. როდესაც დედამ მიპოვა, მე კენკრა შემადარა და ამიტომაც დამარქვა იანი. როგორც გითხარი, იანი ლურჯ ფერს ნიშნავს. სანამ თქვენ საუბრობთ, მე ნადიროს მომიტანა. წამოდი, რაღაც მინდა რომ გაჩვენო. შეხედე მას. დღეს ის სავსეა. ამიტომ დღეს ჩვენ არ ვნადირობთ. მითხარი ნინი, რატომ ხდება? რომ როდესაც მთვარი სავსეა, ჩვენ ენერგია არ გვაქვს.
ამ დროს ჩვენ სანადიროდ არ დავდივართ. მე კი უფრო ხშირად სახლში ვარ და ნახატებს ვხატავ. იან, მე მომავლიდან ვარ. ამის ახსნა რთულია, მაგრამ ზუსტად ეს არავინ არ იცის. იან, როგორც გითხარი, მე მომავლიდან ვარ. ის, საიდანაც მოვედი, შეიძლება გაქრეს. დრო ცოტა დამრჩა. ამიტომ ჯობია რომ ვიჩქაროთ. ის წასვლას აპირებს. კი, მაგრამ ჯერ ხომ არაფერი უჭამია. ვიცი გა, მაგრამ მას ეჩქარება. ამიტომ ჯობია რომ გავუშვათ. მითხრა რომ მომავლიდან არის. ანუ ხვალიდან. თუ კი გაინტერესებთ, რა მოხდება მომავალში, მაგალითად ხვალ, შემიძლია რომ გიამბოთ. მაგრამ ერთადერთი ფიქრობ რაც უნდა იცოდეთ, ეს ისაა რომ ერთმანეთი გიყვარდეთ და არასდროს იომოთ. აი, ჩემი წასვლა. სათვალეს და აი ამას გიტოვებთ. მინდა გახსოვდეთ ის, რაც გითხარით. უთხარით ეს ყველას და მე მოვყვები მათ თქვენზე, რათა უფრო მეტი გაიგონ. ფიქრობ, ჩვენ კიდევ შევხვდებით. ახლა კი უნდა წავიდე. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა შენ, ჩვენგან კი აი ეს არის. ნახომის იან. ნახომის გა. ნახომის. როგორც ხედავთ, მე სათვალე ისევ მოქვს. მეგობრებო, მე ახლა დავბრუნდი. ჩემო მოგზაურობამ დროსა და სივრცეში წარმატებით ჩაიარა. და ნახე ის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. წამოსვლისას გა და იანმა მათ სამახსოვროდ აი ეს მეჩუქეს. დიდი იმედი მაქვს რომ მათ ან სხვებს აუცილებლად ჩავხვდები. ჩემი ექსპერიმენტის ჩაწერას სწორედ აქ დავასრულებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.